მოგესალმებით მეგობრებო, საუბრის სივრცის ეთერში, მე ქრისტინე ვარ, ხოლო დღევანდელი ჩვენი გადაცემის თემა იქნება დმანისელი სვანები, ისტორია, მეხსიერება და იდენტობა. საქართველო მრავალფეროვანი კულტურისა და ეთნოგრაფიული ჯგუფის ქვეყანა არის, ამ მრავალფეროვნებაში კი განსაკუთრებულ ადგილს იკავებენ სვანები. უძველესი მთიელები, რომელთაც საუკუნეების განმავლობაში შეინარჩუნეს საკუთარი ენა, წესჩვეულებები და ძლიერი იდენტობა. თუმცა სვანური ცხოვრება მხოლოდ მაღალმთიელ სვანეთს არ უკავშირდება. დღეს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სვანური კერა ქვემო ქართლში, დმანისის მუნიციპალიტეტში მდებარეობს. ვინ არიან დმანისელი სვანები, როგორ აღმოჩნდნენ ისინი აქ და როგორ ცხოვრობენ დღეს? აი ამაზე ვისაუბრებთ ჩვენს ეთერში. სვანების ჩამოსახლება დმანისის მხარეში ძირითადად მე-19 საუკუნის ბოლოსა და მე-20 საუკუნის დასაწყისს უკავშირდება. იმ პერიოდში სვანეთში ცხოვრება უკიდურესად რთული იყო. მიწისძვრები, მკაცრი კლიმატი და ხშირი ბუნებრივი კატასტროფები მოსახლეობას აიძულებდა ახალი საცხოვრებელი ადგილები ეძებნა. სწორედ ამ პროცესის შედეგად სვანთა ნაწილი ჩამოსახლდა საქართველოს სხვადასხვა კუთხეში, მათ შორის დმანისის მხარეში. დმანისის ტერიტორია იმ დროისთვის შედარებით ნაკლებად დასახლებული იყო და ნაყოფიერი მიწებით გამოირჩეოდა. ეს გარემო სვანებისთვის ახალი ცხოვრების დაწყების შესაძლებლობად იქცა. აქ მათ შეძლეს მიწათმოქმედებისა და მეცხოველეობის განვითარება. თუმცა თან მოიტანეს ის კულტურული ფასეულობები, რომლებიც სვანურ ცხოვრებას საუკუნეების განმავლობაში განსაზღვრავდა. დმანისელი სვანებისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ოჯახი და გვარი. სვანური გვარები აქაც ინარჩუნებენ დიდ მნიშვნელობას. ისინი არა მხოლოდ ნათესაურ კავშირს, არამედ საერთო პასუხისმგებლობასა და ურთიერთდახმარებას აღნიშნავს. დღემდე ხშირად შეხვდებით შემთხვევებს, როცა სოფლის საქმეები კოლექტიურად ურთიერთთანადგომით გვარდება, ეს სვანური ცხოვრების ერთ-ერთი მთავარი პრინციპია. ენაც განსაკუთრებულ როლს თამაშობს, მიუხედავად იმისა, რომ ყოველდღიურ ცხოვრებაში დმანისელი სვანები ქართულ ენას იყენებენ, ოჯახურ წრეში ხშირად კვლავ ისმის სვანური, უფროსი თაობა ცდილობს ენა ახალგაზრდებსაც გადასცეს, რადგან სვანებისთვის ენა მხოლოდ კომუნიკაციის საშუალება კი არ არის, არამედ ისტორიული მეხსიერების მატარებელია. ტრადიციები და რიტუალები დმანისშიც აქტიურადაა შემორჩენილი. სვანური დღესასწაულები, ლოცვები, წესჩვეულებები და სუფრის კულტურა მნიშვნელოვან ადგილს იკავებს საზოგადოებრივ ცხოვრებაში. სვანური სუფრა ყოველთვის გამოირჩევა განსაკუთრებული პატივისცემით, სტუმრის მიმართ სადღეგრძელოების სიღრმითა და მორალური დატვირთვით. აქ თამადა მხოლოდ სიტყვით კი არა, პასუხისმგებლობითაც ლიდერია. დმანისელი სვანების იდენტობაში განსაკუთრებული ადგილი უჭირავს რელიგიურ რწმენას. ქრისტიანობა სვანებისთვის საუკუნეების განმავლობაში იყო არა მხოლოდ სარწმუნოება, არამედ ცხოვრების წესიც. ამ რწმენასთან ერთად შემორჩენილია ტრადიციული წარმოდგენები, წმინდა ადგილების პატივისცემა და წინაპართა კულტიც. ბევრი ოჯახი დღემდე განსაკუთრებული მოწიწებით ინახავს სვანეთიდან ჩამოტანილ ხატებს და რელიქვიებს. რა თქმა უნდა, დმანისელი სვანების ცხოვრება მხოლოდ წარსულზე საუბარი არ არის. თანამედროვე რეალობა ახალ გამოწვევებს აყენებს მათ წინაშე. ახალგაზრდების ნაწილი სწავლასა და სამსახურის გამო დიდ ქალაქებში გადადის, რაც ტრადიციების შენარჩუნებას ართულებს, თუმცა ამავე დროს იზრდება ინტერესი საკუთარი ფესვების მიმართ. ახალგაზრდები უფრო მეტად ცდილობენ სვანური კულტურის გაცნობას, ფოლკლორის სიმღერას და ცეკვის სწავლას. დმანისელი სვანები დღეს ერთგვარ ხიდს წარმოადგენენ წარსულსა და აწმყოს შორის. ისინი ცდილობენ თანამედროვე ცხოვრების მოთხოვნებს მოერგონ, ისე რომ არ დაკარგონ ის, რაც მათ უნიკალურობას ქმნის. ეს არის ისტორიის პატივისცემა, წინაპართა მემკვიდრეობის შენარჩუნება და ერთიანობის გაცდა. საბოლოოდ, დმანისელი სვანების ისტორია გვიყვება არა მხოლოდ მიგრაციაზე, არამედ გადარჩენაზე, ადაპტაციასა და იდენტობის შენარჩუნებაზე. ეს არის ამბავი ადამიანების, რომლებმაც ახალი მიწა საკუთარ სახლად აქციეს, მაგრამ გულში ყოველთვის შეინარჩუნეს სვანეთი, როგორც მეხსიერება, როგორც ფესვი და როგორც სულიერი საყრდენი. და სწორედ ამაშია დმანისელი სვანების განსაკუთრებული ძალა, რომ იცხოვრონ დღევანდელობაში, მაგრამ არასდროს დაივიწყონ ვინ არიან და საიდან მოდიან. დმანისელი სვანების ცხოვრების ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო მხარე მათი ყოველდღიურობა არის. უბრალო შრომით სავსე და ამავდროულად ღრმად დაკავშირებული ტრადიციებთან, როგორც წეღარ ვახსენეთ. აქ ცხოვრება ადრეული დილიდან იწყება, მიწის დამუშავება, პირუტყვის მოვლა, საოჯახო საქმეები. სვანებისთვის შრომა ყოველთვის ღირსების ნაწილი იყო და ეს დამოკიდებულება დმანისშიც უცვლელად შემორჩა.
განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს ზეპირ გადმოცემას. ბევრ ოჯახში საღამოს საათებში უფროსები ახალგაზრდებს უყვებიან ისტორიებს სვანეთზე, ყვებიან ლეგენდებს, დიდ თოვლებზე, რთულ გზებზე, საგვარეულო ბრძოლებსა და შერიგებებზე. ეს ამბები ხშირად ზღაპრის ფორმას იღებს, მაგრამ რეალური ისტორიული მეხსიერების მატარებელია. სწორედ ზეპირი თხრობა ეხმარება დმანისელ სვანებს, რომ საკუთარი წარსული ცოცხლად შეინარჩუნონ. მუსიკა და სიმღერა კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ელემენტია მათ ცხოვრებაში. სვანური მრავალხმიანობა თავისი არქაული ჟღერადობით დმანისშიც ხშირად ისმის, ქორწილებში, დღესასწაულებსა თუ საოჯახო შეკრებებზე. ეს სიმღერები არ არის მხოლოდ გასართობი. ისინი ლოცვას გავს, წარსულთან საუბარს, ხვევან მეხსიერებას. ბევრი ახალგაზრდა დღესაც ცდილობს ბაბუებისგან ისწავლოს ძველი სიმღერები, რათა ეს უნიკალური ტრადიცია არ დაიკარგოს. დმანისელი სვანების სამზარეულოც კულტურული იდენტობის ნაწილია. მიუხედავად იმისა, რომ ადგილობრივ პროდუქტებს იყენებენ, სუფრაზე ხშირად შეხვდებით სვანურ კერძებს, კუბდარს, ჭვიშტარს, თაშმიჯაბს, სვანურ მარილს და ასე შემდეგ. ამ კერძებს მხოლოდ გემო კი არ აქვს სიმბოლური დატვირთვა, არამედ ისინი ოჯახურ ერთობას, სტუმართმოყვარეობასა და წინაპართა მემკვიდრეობას გამოხატავენ. საინტერესოა, როგორ ერწყმის დმანისში სვანური და ადგილობრივი კულტურა ერთმანეთს, წლების განმავლობაში ჩამოყალიბდა ურთიერთპატივისცემაზე დაფუძნებული თანაცხოვრება სხვადასხვა ეთნიკურ და კულტურულ ჯგუფებს შორის. დმანისელი სვანები ამ მრავალფეროვან გარემოში ახერხებენ საკუთარი იდენტობის შენარჩუნებას, ისე რომ თან სრულფასოვანი ნაწილი არიან ადგილობრივი საზოგადოების. დღეს, როცა გლობალიზაცია პატარა თემებშიც კი აღწევს, დმანისელი სვანების გამოცდილება გვაჩვენებს, რამდენად მნიშვნელოვანია ფესვების ცოდნა. მათი მაგალითი ადასტურებს, რომ ტრადიცია არ არის წარსულში ჩაკეტილი მოვლენა. ის ცოცხალი პროცესია, რომელიც თაობიდან თაობას გადაეცემა და დროთა განმავლობაში ახალ ფორმებს იძეს. და როცა დმანისში სვანურ ოჯახში სტუმრად მოხვდები, ამას მალევე იგრძნობ. აქ ისტორია არა წიგნებში, არამედ ადამიანების ხმებში, სიმღერაში, სუფრასთან ნათქვამ სიტყვებსა და ყოველდღიურ შრომაში ცოცხლობს. მე დღეისთვის დაგემშვიდობებით, იმედი მაქვს საინტერესო იყო თქვენთვის ეს პატარა ისტორია, შემდეგ გადაცემამდე გემშვიდობებით.